ოზურგეთის მთავარ მოედანზე იუსტიციის სახლთან არსებულმა ლიდერთა სკოლის აღსაზრდელებმა სიყვარულის დღე ფლეშმობ შოუთ აღნიშნეს. წარმოდგენას ყველა ასაკის ადამიანი დაესწრო, ღონისძიება წითელი ფრანების გაშვებით დასრულდა. ჯერ მუსიკის ხმა გაისმა, შემდეგ კი როგორც ფლეშმობ შვევია ოზურგეთის ცენტრალური მოედანი 30-მდე ახალგაზრდით გაივსო. ხალხური და თანამედროვე ცეკვების სინთეზი ლიდერთა სახლის აღსაზრდელებმა დამსწრე საზოგადოებას დიდი მონდომებით წარუდგინეს. ეს ღონისძიება იუსტიციის სახლთან არსებული ლიდერთა სახლის კიდევ ერთი აქტიობაა, რომელიც ამჯერად ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ქალაქის გამოცოცხლებისკენ იყო მიმართული. ახალგაზრდა ლიდერებმა ფლეშმობი რამდენიმე დღეში საკუთარი ძალებითა და იუსტიციის სახლის დახმარებით მოამზადეს. სიყვარულის დღესთან დაკავშირებით იყო, გვინდა რომ უფრო გამოგვასაცხლებინა ქალაქი. ცოტა დრო გქონდა, მაგრამ მე მგონი კარგი შედეგი მივიღეთ, იმიტომ კარგი იქნება თუ ოზურგეთის მოსახლეობას და ოზურგეთის ხალხს გაახალისებს ესეთი კონკურსები. მე არ ყოფილვარ ლიდერთა სკოლის მოსწავლე, მაგრამ გამიჩნდა სურვილი რომ მონაწილეობა მიმიღო ამგვარ კონკურსებში და ასეთი ღონისძიებები უფრო ხშირად უნდა ტარდებოდეს და დავამატებ კიდევ ერთს, რომ ჩემი ქალიშვილი გაერთიანებული ამ ლიდერთა სკოლაში ძალიან კმაყოფილი ვარ, მოხიბლული ვარ და რა ვიცი, ურჩევ კიდევ ბევრ ახალგაზრდას რომ გაერთიანდეს. ფლეშმობ შოუს დასკვნითი აკორდი ცაში გაშვებული წითელი ფრანები იყო, რომელიც ლიდერთა სახლის ბავშვებმა ყველა შეყვარებულს მიუძღვნეს.